აქეთ თუ აქეთ. დავიწყოთ. მოგესალმებით, მე ირინა ტორონჯაძე ვარ და დავბრუნდი ჩემი MMA ანალიტიკით, რომელიც ჩემთან ერთად იქნება უკვე ახალ სეზონზეც და გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი ირინა ტორონჯაძე. ძალიან გახარებული ვარ, რომ დაიწყო ახალი სეზონი UFC-ში 25 იანვრიდან, დღეიდან და ჩემთვის აი ახლა სანამ რადგან ეს ახალ სეზონზე პირველი გადაცემაა, მინდა გითხრათ, რომ რატომ მომწონს, რატომ მიზიდავს ესე ძალიან MMA-ის ბრძოლები და UFC, რომ გარდა იმისა, რომ ეს სპორტია და სპორტული ღონისძიება ჩემ საქმეში არის და ალბათ არა მარტო ჩემ საქმეში, რაღაც ჰოლივუდურ გლამურს ატარებს თან. აი თითქოს აი შოუ გლამური და სპორტი ერთად, ანუ სპორტული ჟინი, გამარჯვებები და გლამური ყველაფერს ერთად აერთიანებს და იმდენად მაღალი ენერგეტიკა და ადრენალინი მოაქვს, რომ მე არ მგონი ადამიანი, რომელიც არ დაინტერესდება ამ სპორტის სახეობით და თან ახლა ნელ-ნელა კიდევ უფრო ძლიერდება, მით უმეტეს, რომ UFC Paramount-თან დადო ძალიან მაგარი ხელშეკრულება და შესაბამისად ახლა კიდევ უფრო მძლავრად მოიკიდებს ფეხს სპორტის ეს სახეობა. მოდი გადავიდეთ დღევანდელ მთავარ ივენტზე, რაც იყო სუბუქიწონის დროებით ქამარზე ბრძოლა ჯასტინ გეიჯისა და პეტი პიმბლეტ შორის და არ ვიცი თქვენ როგორ მოელოდით. რაღაც 50-50 იყო შანსები თითქოს, მაგრამ ფაქტია, რომ დასრულდა ჯასტინ გეიჯის გამარჯვებით. ეხლა მე რო გადავხედე წინასწარ ამ ორთა ბრძოლის, აი დავუშვათ პროგნოზს და ასე შემდეგ და როგორი ტიპის მებრძოლები არიან თქო, მინდოდა ეს უკვე საფუძველი მენახა რეალურად მომეკრიბა ინფორმაცია ჯასტინ გეიჯს და პეტი პიმბლეტ, იმიტომ რომ დიდად მათ ბრძოლებს არ ვიცნობ და როგორი მებრძოლები არიან და რაღაცნაირად შორიდან შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ თითქმის ერთნაირი შესაძლებლობების, თუმცა როგორც წავიკითხე, დავუშვათ ითვლება, რომ პიმბლეტს აქვს კარგი სტრაიკინგი, ასევე გრეპლინგი და ბრაზილიან ჯიუ-ჯიტსუშიც მაგარია, უნდა ყოფილიყო ყოველ შემთხვევაში. ჯასტინ გეიჯი უფრო სტრაიკერია და გრეპლინგისგან შორს არის. რაც ვიხილეთ და ჩემთვის აი ამ ინფორმაციის ფონზე რაც იყო, ცოტა გასაკვირი იყო, რომ პეტი პიმბლეტმა საერთოდ არ სცადა გრეპლინგი, საერთოდ არ სცადა პარტერში გადაყვანა და დარჩა იქ სტრაიკინგში, სადაც ვიხილეთ, რომ ჯასტინ გეიჯი გაცილებით უფრო ძლიერი აღმოჩნდა. 5 რაუნდი წარიმართა ეს ორთა ბრძოლა და ნუ შემდეგ გადაწყვეტილებით ჯასტინ გეიჯი გახდა დროებითი lightweight ქამრის მფლობელი. ისეთი იყო დინამიური, მოეწონა მაყურებელს, ახლა უკავშირები რაც ვნახე და კომენტარები, კმაყოფილები იყვნენ, მეც მომეწონა. ნამდვილად ვისიამოვნე, თუმცა აუცილებლად ალბათ ყველას და მეც თავში მიტრიალებდა, რომ გამარჯვებული უნდა შეხვდეს ილია თოფურიას და აი აქ შემომივიდა აზრი, რომ არ მინდა ქედმაღლურად გამომივიდეს, იმიტომ რომ ილია ქართველია, მაგრამ ეს სრულიად ობიექტურად, რომ ილია თოფურია ცოტა ძალიან სხვა კლასია, high level-ია და ალბათ არ ვიცი რამდენიმეჯერ უფრო high class-ია და ეს აქ გამოჩნდა. კი სანახაობრივი ბრძოლა შემოგთავაზეს, კი იყო სულისკვეთება, ემოციაც იყო და ამ ხრივ მადლობა მათ და ჯასტინ გეიჯი ნამდვილად დაიმსახურა ეს გამარჯვება, თუმცა ისევ და ისევ შეხვდება ილია თოფურიას და ჩვენ ვიხილავთ, რასაც ვიხილავთ, დარწმუნებული ვარ. ილია თოფურიას რო ვახსენებ, აუცილებლად მაინც მთავარი ორთა ბრძოლა იქნება ისლამ მახაჩევთან. ისლამ მახაჩევის კომენტარი შემხვდა კომენტარი თუ არ ვიცი, თქვა რაღაც ინტერვიუში, რომ ესე იგი ჯერ არაფერი დაუმტკიცებიაო ილიასო lightweight-ში ან სუბუქწონაშიო და აი დაამტკიცებსო თუო ცარუკიან შეხვდებაო. ესე იგი ზუსტად იგივეს ამბობდნენ ხაბიბი და ისლამი, სანამ ოლივიერას შეხვდებოდა, ოლივიერას ატო ეძახა, ოლივეირას შეხვდებოდა და აი თუო დაამტკიცებ, თუ შეხვდებაო და მოუგებსო, მაშინო ვიტყვითო, რომ ხომ მზად არისო და If you move up and he beats somebody like Charles Oliveira, of course. You know what I think? თქმა უნდა, lightweight ჩემპიონი გახდა ოლივეირაზე გამარჯვებით ილია და ეხლა ცარუკი, ანუ არელევათ მიზეზი, რომ აი რაღაცა თქვა. პლუს ამას მგონია, რომ მახაჩევმა იმიტომაც თქვა, რომ უნდა რომ ცარუკიანს შეხვდეს ილია, რომ სადღაც დატესტოს კი არა, აი პრევიუ კონდეს ილიასთან, რომ აი რა როგორია ის, იმიტომ რომ ესმის და იცის, რომ გრეპლინგში მაგარია ილია და ეს ყველამ ვიცით, თუმცა აი ელიტურ
გრეპლერებთან თითქოს არ ქონია ორთაბრძოლა და აი ბოლომდე არ შეერა თუ აი უნდა რომ რაღაცაერთ რეპეტიციასავით იყოს რომ შეხედოს როგორი გრეპლინგი აქვს რა შვება და რაღაც იმედსადინოს მე ესეთ შთაბეჭდილება დამრჩა რომ ერთი რომ უნდა რომ აირიდოს ორთაბრძოლა და გაწელოს ილიასთან შეხვედრა და მეორე რაღაც უნდა რომ რეპეტიციასავით გამოვიდეს სარუკიანთან. ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებ რომ ეს ბრძოლა შედგება მაინც ილიასა და მახაჩევს შორის და მართლა ეს არ არის რაღაც ეს ნარატივი გაქცევის მცდელობა რომ საერთოდ არ შეხვდეს თქვენი აზრიც მაინტერესებს და კარგი იქნება კომენტარებში დაწერთ რომ როგორ გონიათ საბოლოოდ შედგება ეს ორთაბრძოლა ილიას და მახაჩევს შორის თუ როგორ არის საქმე რა თქმა უნდა ილია თოფურია გამოეხმაურა ჯასტინ გეიჯის და პეტი პიმბლეტის ორთაბრძოლას და ნუ ჩვეული თავისი ირონიით და ცოტა ტრეშ თოკიც გაურია რომ ნუ რა დაგმართნიაო პეტი პიმბლეტს უთხრა და ჯასტინ გეიჯს უთხრა რომ აბა შეინციო ფრთხილად იყავიო, კაი დღე არ გელოდებაო. ნუ ეს ახლა პერიფრას ვაკეთებ და ნუ ესეც ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ილია ესე ჩართულია ამ ამბებში რა თქმა უნდა თავის მეტოქეს სამომავლოს ელის და ჩვენ ვიცით რომ აპრილი-ივნისის პერიოდში დაანონსა ილია თოფურიამ ოქტაგონზე დაბრუნება და ძალიან სასიხარულოა ეს ჩვენთვის და ყველა ველოდებით ამას. როცა ვფიქრობ ილიაზე და მახაჩევზე, აი აზრი შემომდის, რომ დაღესტნელები ზოგადად, არ ვიცი თქვენს თუ გაგჩენიათ ესეთი კითხვა, რატომ არ ავითარებენ კრივის ელემენტებს უფრო მეტად? ეხლა თუ შევადარებთ დაუშვათ მახაჩევს და ხაბიბს, ნამდვილად მახაჩევს უფრო მეტად აქვს სტრაიკინგი, რაღაცა ელემენტები დაამატა, თითქოს ჯებიც უარგა, ხაბიბს საერთოდ არ ქონია გრეპლინგში იყო მთლიანად და ამ მხრივ ვითომ კი, მაგრამ აი რასაც ქვია სტილისტურად, რომ კრივის ელემენტები სტრაიკინგი გააძლიერონ, არა. დაღესტნელები უფრო კი არა, სრულად აწვევიან გრეპლინგს და გასაგები რომ ამით ფონს გადიან და ელიტური გრეპლერები არიან და მათ ძლიერი მხარეა და შედეგი იდება. თუმცა აი აქ ძალაუნებურად ვადარებ ილიას მათ და არც ვადარებ, უბრალოდ მომდის თავში რომ ილია როგორი ფართო თვალსაჩინოს მქონე სპორტსმენია, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მიხვდა რომ ილიაც ხო ჯიუ-ჯიტსუდან მოდის, გრეპლინგიდან მოდის და ეს არის მისი ასე ვთქვათ ფუნდამენტური სკოლა. თუმცა რაღაც მომენტში მიხვდა რომ უნდა დაამატოს კრივი, უნდა შემოიტანოს მრავალფეროვნება, იმიტომ რომ ეს როგორც თავში ვთქვი, ეს შოუა, ეს მაყურებელს სჭირდება, ეს არ არის მხოლოდ სპორტი, ეს არის სანახაობა და პლუს რაღაცნაირად მონაცემები როცა გაქვს ადამიანს გინდა რომ ყველანაირი მონაცემი განავითარო და ამიტომაც არის ჩემთვის ილია ინოვატორი სპორტსმენი, რომელმაც აი ეს დაინახა და ისეთი სანახაობრივი MMA-ის შემოგვთავაზა, რომელიც საერთოდ უპრეცედენტოა დღევანდელ MMA-ში და მე მგონია რომ MMA-ის ისტორიაშიც კი და აი ეს კითხვის ნიშანი მაქვს, როგორ არ უნდებათ ამ დაღესტნელებს, რომ აი კიდევ უფრო მეტად რაღაცნაირად კრივი ნუ არა ეს მათი ხაზი არის გრეპლინგი ამ მხრივ სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, რომ აი თვითონ კემპის და ზოგადად ამოცანა ოქტაგონზე ილიასთვის არის გაცილებით უფრო რთული, რა მხრივ ის რომ მრავალფეროვანი და უნივერსალური მებრძოლია ერთის მხრივ ხო უპირატესობა, მაგრამ მეორეს მხრივ ამოცანას ართულებს, იმიტომ რომ იმ წუთას უნდა გადაწყვიტოს რა სტრატეგია აირჩიოს, ხო? ალექსანდრეს რო ეხმარება ხოლმე მისი კორნერიდან და წინასწარ გეგმავენ ასე შემდეგ, ხო და იქ მიმდინარეობისას რომ აი რა ჯობია და თვითონ ინსტინქტურად უნდა იგრძნოს, რომ გრეპლინგში წავიდეს, სტრაიკინგში დარჩეს, კრივი რა მომენტში ანუ აი აქ შემოდის ილიას ეს fighting IQ, რასაც ქვია, რომ თუნდაც რთული სიტუაციიდან როგორ გამოძოს, რა გზა აირჩიოს, რა ელემენტი აირჩიოს იმისთვის, რომ გამარჯვება მოიპოვოს, ხო? სადღაც ამ მხრივ, აი ამ კრიტერიუმით თუ შევხედავთ, ისლამ მახაჩევისთვის გაცილებით გამარტივებულია ამოცანა, იმიტომ რომ მან იცის, რომ უნდა კონცენტრირდეს გრეპლინგზე, მორჩა სხვა ერთსვლადიანი განტოლება აქვს და ამოცანა შემოვიდა და ჩაატაროს თავის გრეპლინგი. კი ბატონო, high class გრეპლინგი, ელიტური გრეპლინგი აქვს, თუმცა აი ესეთი ეს სადღაც მის ენერგიას ზოგავს კიდევაც, თუმცა შეიძლება მინუსი აღმოჩნდეს, თუ კი ფეხზე ცოტა ხნით მაინც გაჩერდა. აი ამის თქმა მინდა, რომ აი ამ მომენტებში თვითონ კემპში მომზადებისასაც მგონია რომ გაცილებით მარტივია, მარტივი არ არის თქმის, მაგრამ მიხვდებით რასაც გულს ხო შედარებით მარტივია მახაჩევისთვის კემპის ჩატარება, რომ იცის რომ მხოლოდ გრეპლინგზე არის ორიენტირებული და ილია ძალიან მრავალფეროვან დატვირთვას იღებს და როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად აბსოლუტურად სხვადასხვა სტილების კომბინაციას აკეთებს და ამიტომაც არის დიდებული მებრძოლი. კიდე ერთი მომენტი
მომენტი და ეს უკვე არის მომენტი, რომელიც ჩავიჭირე და მინდა რომ უბრალოდ კითხვის სახით გამოვუშვათ თქვენსკენ და თუ კი ვინმე ერკვევით რაღაცა მეტნაკლები ექსპერტიზა გაქვთ ამ სპორტის ამ სახეობაში, დამიწერეთ, გამომეხმაურეთ. ესეთი რაღაც წავიკითხე, არ ვიცი რამდენად ბოლომდე ვალიდურია ეს რაღაც კვლევა, ერთი წყარო და დაყრდნობით, რაც ვნახე, იყო რომ მაგალითად საინტერესო დეტალი ამ სპორტში, რომ როდესაც მოდის დარტყმა, თურმე როდესაც მებრძოლი ხედავს დარტყმა საიდან მოდის, იგივე სიძლიერის დარტყმამ შეიძლება არ გათიშოს, მაგრამ როდესაც ვერ ხედავს დარტყმას, ტვინი იმ დარტყმას, რომელსაც ვერ ხედავს, აი მაგ დროს ითიშებაო. ესე იგი, გარდა იმისა, რომ დარტყმის სიმძლავრეს აქვს მნიშვნელობა შენს კონცენტრაციას, როგორ ხედავ, როგორ ფლობ სივრცეს, რომ საიდან მოდის დარტყმა, რომ ნოკაუტში არ წავიდეს მებრძოლი. ეს ძალიან საინტერესო, სადღაც სამედიცინო მეცნიერული დაკვირვებაა, რომ ესე იგი, დარტყმას, რომელსაც ვერ ხედავ, ის ანოკაუტებს მებრძოლს და დარტყმას, რომელსაც ხედავ, შეიძლება იგივე სიმძლავრის იყოს, მაგრამ ნოკაუტში არ წავიდეს ტვინი, იმიტომ რომ აღიქვა საფრთხე, ძალიან საინტერესოა ჩემთვის როგორც ამ ბრძოლის კონტექსტში, ისე როგორც სამედიცინო რაღაცა მოცემულობა, ძალიან მომეწონა ეს და შეგიძლიათ ესეთი საინტერესო, არ ვიცი, დაკვირვებები თქვენს დამიწეროთ ან მითხრათ რა როგორ არის და შემდეგ უკვე მე რისერჩს გავაკეთებ და შემდეგ ასე ვთქვათ, გადაცემა პოდკასტებში, ჩემს ანალიტიკაში ჩავრთავ ამ მომენტებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ MMA-ის მოყვარულებს ახალი სეზონის დაწყებას და ჩვენ შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი ირინა ტორონჯაძე.